ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ყაზახეთში ჩამოვარდა. დაღუპულია 38 ადამიანი, გადარჩა 29 მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ავიაკატასტროფა აქტაუს აეროპორტთან მოხდა. ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი, მათ შორის აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მოქალაქეები. ამ ეტაპზე განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის ელექტროსისტემის წყობრიდან გამოსვლა და ფრინველების გუნდთან შეჯახება. ასევე ცნობილი ხდება, რომ ხომალდის მეთაურმა ბორტის რადარებიდან გაქრობამდე განგაშის სიგნალის გაგზავნა მოასწრო. Люди упали. Самолет разбился. აზერბაიჯანს სამძიმარს უცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ღრმად შეწუხებულნი ვართ აზერბაიჯან Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ცნობებით, რომლის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. გულწრფელად თანავუგრძნობთ და მხარდაჭერას უცხადებთ ჩვენ მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს. ამ რთულ დროს საქართველო გვერდში უდგას და სოლიდარობას უცხადებს სტრატეგიულ პარტნიორს აზერბაიჯანს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებთ, ნათქვამია საგარეო წყების განცხადებაში. 16 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს პროკურატურამ ბრალი განზრახყლელობის მცდელობის მუხლით წაუყენა. კურიერისთვის საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მომხდარის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს დაზარალებულის დედა. მისი განცხადებით, მის შვილს ერთ-ერთი ძალადობრივი ფაშისტური დაჯგუფების წევრები დაესხნენ თავს, რომლებიც მას მანამდეც ემუქრებოდნენ. მისი თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ნიღბებით მას სკოლაშიც მიაკითხეს. 16 წლის მოზარდი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 14 წლის არის თავდამსხმელი. ნეონაცისტური ხო? ჩაცმულობაზე ემჩნევად მაიკებს შეხედეთ რა აცვიათ მაიკებზე ნახატებს ნახეთ, ემბლემები ნახეთ მაიკებზე. ვერ გადაიბირეს, იმიტომ რომ მე გიორგის არ მქონდა კომუნიკაცია, მაგ საკითხზე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ მე და გიორგი ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და ბევრჯერ ვისაუბრია და ბოლოს მითხრა, არაო მასწავლებელო, მეო აღარ მაწუხებენო. აბულიგებდნენ, რა თქმა უნდა. ესენი ნიღბები დადიან. ესენი მალავენ სახეს. და რაღაც წამლის ზემოქმედების ქვეშ არიან. ბავშვები არიან, აი ამ წამლის ზემოქმედები როგორ იცით, აი არა მაგათვის სულ ერთია ვის მოკლავენ, რანაირად იზავენ, ოღონდ მოკლას ადამიანი. ერთ საათში ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის და პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ოპოზიცია აცხადებს, რომ დღის წესრიგშია ორი მთავარი საკითხი. როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და როგორ იქნება სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმა 29 დეკემბრის მერე. თუმცა ისინი ამბობენ, რომ გარკვეულ საკითხებზე პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. კონსულტაციების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას დღის ბოლოს გამოაცხადებს. შეფასება კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც აცხადებენ, რომ შიდა დაპირისპირების მიუხედავად მათი ოპონენტები წინასწარ გაწერილ სცენარს მიყვებიან, რომლის მიზანი დესტაბილიზაცია, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. არის ბუნებრივია განსხვავებული აზრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რას ნიშნავს ახალი არჩევნები, რას ნიშნავს სიახლის კომპონენტი, მარტივად ვიტყვით, რა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ მართლაც ახალი და განსხვავებული არჩევნები ჩატარდეს. ამაზე არსებობს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეხედულება ოპოზიციურ საზოგადოებას შორის. ამ ყველაფერს სჭირდება, რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევით დამუშავება. საბჭოს შერჩევის პრინციპზე უნდა ისაუბროს პრეზიდენტმა. და უკვე მას მერე, როდესაც იქნება ჩამოყალიბებული იდეა, ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ ამაზე. ამ ეტაპზე, ამ დეტალებზე საუბარი არ არის გონივრული. ის უფლებამოსილება როდის აქვს პრეზიდენტს დათხოვნის უფლება, პარლამენტის უფლება, რა პრინციპში ვალდებულებაც პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, იმის მიღმა სხვა საფუძველს არ იცნობს კონსტიტუცია. საერთოდ საბჭო ითქვა, ორი არალეგიტიმური პარლამენტი არ არის საჭირო, ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ახლა რა დაუბრუნდეთ თვითონ ფორმას. რაზე მოხდება შეჯერება და რაზე არ მოხდება აზრთა შეჯერება ჯერ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ბუნებრივი არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიცია არის ძალიან მკაფიო. პირველი მოთხოვნა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდნენ დაკავებული ადამიანები და მეორე მოთხოვნა არის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. არჩევნების ჩატარების საორგანიზაციო ნაწილზე მსჯელობა არის წმინდა წყლის სპექტაკლი. აქ მთავარი თემა არის, რომ პრეზიდენტი აწერს ხელს მათი აზრით ბრძანებულებას
პარლამენტის დაშლის თაობაზე. ეს არის მთავარი თემა, ეს არის ღერძი იმ საკითხების გარშემო დანარჩენი ყველაფერი არის რასაკვირველია ანტურაჟი. რეალურად ხდება ის, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა გადაადგმევინონ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კონსტიტუციასაც უპირისპირდება და რასაკვირველია სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, ვინაიდან მას პარლამენტის დათხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ კი პარლამენტი უნდობლობას უცხადებს მთავრობას, ან არ ამტკიცებს მთავრობას და შესაბამისად ქვეყანა რჩება მართვის გარეშე. ეს არ მომხდარა. ვინაიდან ეს არ ხდება და პრეზიდენტი უნდათ რომ აი ამ ავანტურაში ჩართონ, ეს იმას ნიშნავს, რომ ლაპარაკია რევოლუციური სცენარის გარკვეული მიმართულებით გაგრძელების, განვითარების თაობაზე. და სხვაზე არაფერზე. ვინ მიცა მათ რაიმე ტიპის ლეგიტიმაცია, რომ ზოგადად განიხილავენ ესეთ თემებს, ხო? ანუ ეს არის ჩვეულებრივად რაღაცა საბავშვო ბაღი არის, რაღაცა სახლობანას თამაშს გავს თუ შტაბობანას თამაშს, როდესაც ჯერ ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ თითქოს და რაღაცა პარალელურ პარლამენტს აყალიბებდნენ, ეხლა რაღაცა საბჭო უნდა შევქმნათო და ჩავნიშნოთ ახალი არჩევნებიო. ანუ ვის საფუძველზე აცხადებენ ამას? ანუ ვის აქვს ამისი მანდატი? ის რომ ვიღაცამ ახალი არჩევნები გადაწყვიტოს და იქ რაღაცეები იმჟელონ, აბსოლუტური სისულელეა. ქალბატონი ზურაბიშვილის ემოციური ფონი ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, შევდივართ მის მდგომარეობაში. ქალბატონია, ასაკშია, რამდენი ხანი უნდა იცხოვროს ამ ქალბატონმა ამ რაღაცა პარალელურ სამყაროში. რო გვიცხადეს პირდაპირ, რომ მაინც მე ვიქნები საქართველოს პრეზიდენტიო, ანუ ორი პრეზიდენტი წარმოუდგენია, რომ ყავდეს ჩვენს ქვეყანას და იმ თარიღსაც არ ასახელებს, როდემდე იქნება, ანუ სანამ ცოცხალი ვიქნები, უნდა ვიყო საქართველოს პრეზიდენტიო და ხა. არ ვიცი, ვიღაცამ უნდა უთხრას, რომ გვესმის თქვენი ფონი ემოციური, მაგრამ უნდა შეეგუოთ, რომ 29-ში თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. აღონისებას პარლამენტის აპარატი ამზადებს. პრესსამსახურის ინფორმაციით ინაუგურაციის ღონისძიებას საარჩევნო კოლეგიის წევრები, ეგრეთ წოდებული ხმოსნები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და პრეზიდენტის ოჯახის წევრები დაესწრებიან. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნები 14 დეკემბერს პარლამენტის სასახლეში ჩატარდა. მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო კოლეგიის 224 წევრმა ერთშია. არჩევნებში ოპოზიცია არ მონაწილეობდა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტად, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვილოცავ თქვენ აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხმდრაშია ჩვენ საერთო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას. თქვამია მისოლოც წერილში. მართული გუნდი 28 დეკემბერს თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ ცოცხალი ჯაჭვის აქციას კანვასის ტრეინინგებს უკავშირებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სწორედ ამ ტრეინინგებზე ისწავლებოდა პროტესტის ის ფორმები, რომლებსაც დღეს აქციის ორგანიზატორები იყენებენ. მათივე თქმით, ფაქტს რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ფარული ჩანაწერებიც ადასტურებს. დიდი ნაწილი ამ აქციაში მონაწილეებისა არიან რადიკალები, პარტ-აქტივი და ისინი მოქმედებენ იმ გეგმით, რა გეგმაც მათ მაკეინის ინსტიტუტმა გადაცა ის გაიდლაინი, როგორც ისინი გადაამზადა მაგალითად ბატონმა აკერმანმა. შემდეგ ჩვენ გვახსოვს დაახლოებით 1 წლის წინ, როდესაც ეს ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები და ნაცების ახალგაზრდები და რადიკალური პარტიის ახალგაზრდები, ასე ვთქვათ, გადაამზადა საერთაშორისო ესეთი ძალიან ცნობილი ორგანიზაცია შეგვიძლია უწოდოთ, რომელიც რევოლუციების დაგეგმით არის ცნობილი, კანვასი, ამის ჩვენ პირდაპირ კადრები ვიხილეთ ეთერში, როდესაც სუსმა ეს კადრები გამოიტანა. ატყუებენ ჩვენ მოქალაქეებს, რომ თითქოს არის თვითორგანიზებული, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ რა თქმა უნდა იქ დგანან ადამიანები, რომლებიც არ არიან არც პარტიის წევრები, არ არიან არც რადიკალიზმისთვის მისულები, მაგრამ მათზე გაცილებით დიდი რაოდენობის ადამიანები დგანან, რომელთა დღის წესრიგს მხოლოდ რადიკალიზაცია წარმოადგენს, პროცესების უფრო დაძაბვა და როგორც მაკეინის ინსტიტუტის გაიდლაინში არის გაწერილი, საპროტესტო მუხტის რამენაერად სამოქალაქო დაპირისპირებაში გადატანა.
კანვასი არ ვიცი ვინ არის, რაიმე რო იყოს ამ პროცესში ამ 26 დღის განმავლობაში გეგმის მიხედვით გაწერილი და ეს გეგმა ქართულმა ოცნებამ იცოდა წინასწარ, ამ გეგმის განხორციელება მე მგონი ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ხელისუფლების ხელში არის ყველა ის ინსტრუმენტი, ძალადობრივი და დალოვნური, რომელსაც შეეძლო ეს გეგმა ჩაიგდო. ამ ზღაპრის დაჯერება რომ 26 დღეა თურმე ზუსტად იციან გეგმის მიხედვით მიდის რაღაცეები და ამ გეგმას, ესე იგი ბოლოც იციან ამ გეგმის რა არის და გააჩერონ მაშინ პროცესი. ვერანაირ სცენარი აქ ვერ მოქმედებს, პოლიტიკური პარტიებიც კი უყურებთ ამ პროცესს გვერდიდან. რაღაცა კომიკურზე სერიოზული პასუხების გაცემა რა ვიცი, ვერა, მსხვილი პროტესტია, სხვა შორის ის რომ ეს ამ პროტესტს რაღაცა ლიდერი არ ყავს, ეს ძალიან აფრთხილებს ხელისუფლებას და ხან წადიძებენ ამ ორგანიზატორს, ხან რომელ ჩატში, ხან რომელ ჯგუფში, მაგრამ ვერ იპოვეს, იმიტომ რომ ეს არის გულწრფელი პროტესტი თვითორგანიზებული. და ეს არის ყველაზე მეტად დააბნევს და ამიტომ მე ვბრუნდები აი ამ სერიალებში. უცხოურმა ძალამ გადაწყვიტა უკვე რომ შექმნას პროექტი, რომლის მიხედვითაც ძალადობრივად შეცვლის ქვეყანაში ხელისუფლებას, იმიტომ რომ იციან რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას საზოგადოება მხარს არ უჭერს. თუ გახსოვთ ჩვენ ვამბობდით რომ იყო სემინარები, ეს სემინარები ფინანსდებოდა შავი ფულით, ამაზე უსაფრთხოების სამსახურმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება. ეს არის ჩვეულებრივი პროექტი, ის კანვასის სემინარები ცნობილი და იქ ფრანკლინის კლუბი და ჩამოსული უცხოელი ლექტორები, ეგრეთ წოდებულები, ზუსტად ამას ასწავლიდნენ. როგორ უნდა აღიარებდნენ კიდევაც, ხო ჩვენ ნახეთ ერთ-ერთმა დირექტორმა აღიარა, ჩვენ ვასწავლითო როგორ უნდა მიაწვნენ იქ აქციის წარმომადგენლები თუ არ დათანხმდება ხელისუფლება რაღაც საკითხებს, როგორ უნდა დაამხონ და ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები, აღიარებითი ჩვენებებია ამაზე პირდაპირ. მუშტმა უნდა ჩამოანგრიოს სისტემა, ძალა სჭირდება და ორგანიზება, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. პოლიტიკური განცხადებები ექს-პრეზიდენტმა სასამართლოს ხდომაზე ვივა მედიდან ონლაინ ჩართვის დროს გააკეთა. დღეს მისი ორი პროცესი გაიმართა, დილით განიხილეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე, შემდეგ კი სხდომა 7 ნოემბრის ეპიზოდზე ჩატარდა. მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტისგან არ უკვირთ მოწოდებები, რომლებიც დაპირისპირებას და არეულობას ეხება. მოგილოცოთ ქრისტეშოში ჩაიგდო ნამდვილმა მაფიამ. არანაირ არჩევნებზე წასვლას ეთერი არ არის. ისინი ფიქრობენ, რომ ძალა აღმარცხნავს, ძალა თუ აღმარცხნავს, ძალა არის ხალხში. ამ ძალას სჭირდება დაორგანიზება. ამ ძალას სჭირდება ერთ მუშტად შეკვრა. და მუშტმა უნდა ჩამოანგრიოს ეს მაფიოზული სისტემა. ხალხი არის თვითორგანიზებული. მე მეგონია, აი რატო თქვი, რომ ხალხი ჩამოყავს წინდა. ხალხი ჩამოყავს თავისთავად. ჩამოყავს დიახ თითოეულ ადამიანს ჩამოყავს მეორე ადამიანი, მეორეს ჩამოყავს მესამე ადამიანი. ჩვენც მოუწოდებთ ხოლმე სხვადასხვა ადამიანები, რომ მოდი ახლა აქ შევიდრიბოთ ერთად. რა თქმა უნდა, ეს არის ამოყოლაცა და ეს ჩამოყოლაც და თვითორგანიზებას და თვითგაერთიანებას. სააკაშვილი ესეთი ენთუზიაზმით საუბრობს ამ რევოლუციაზე, როგორც ამას აკეთებდა 2014 წლიდან მოყოლებული. რეალურად, როდესაც ლაპარაკობდა სისხლის ზღვრაზე, საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის დაპირისპირებაზე, ეს იყო მისი იდეა ფიქსი და დღეს, როდესაც ხედავს, რომ გარკვეული დაპირისპირება არსებობს, ფიქრობს, რომ იქნებ მისი იდეები რომელიმე ამ დაპირისპირების პლატფორმაზე განვითარდეს და ამ იდეებმა რაღაც დამაგვირგვინებელი ეტაპი პოვოს. ეს უსამშობლო ადამიანი ფიქრობს აი ამ გეგმით მოქმედებაზე და თვითონ რომ ჩაუდგეს სათავეს და წარმოუდგენია თავის თავი, რომ ქუჩაში მოდის და გარშემო ხალხი მას ადიდებენ და ოსანას უმღერიან. აი ეს არის მისი ავადმყოფი ცხელი თავის ფანტაზიის ნაყოფი, ეს არ მოხდება. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა Amnesty International-ის და Human Rights Watch-ის ანგარიშები, რომლებშიც ნათქვამია, რომ საქართველოში აქციებზე ადგილი ჰქონდა ძალადობას და ღია რეპრესიებს, რაც მათივე შეფასებით წამებას უტოლდება. მმართველ გუნდში ამ ანგარიშებს არადამაჯერებელს და მიკერძოებულს უწოდებენ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ეს ორგანიზაციები ტერმინ წამებას იყენებდნენ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ვივა მეჩის სიკვდილის პირას იყო და საზღვარგარეთ მკურნალობაზე უარსა და წამებას შორის ტოლობის ნიშანს სვამდნენ.
მიშაში მშობლობაში აღარ შევდივარ მით საჯარო კომიტეტში 2024 წლის დეკემბერია. ჩემს აღებაში Amnesty International-ი, ჩემს აღებაში და მთელი მსოფლიოს აღებაში არის ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუცია, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი წონა და გააჩნია საკუთარი სტანდარტები, საკუთარი შეფასებების გაკეთების დროს. ასე არავითარი კითხვები ამ მიმართულებით მე არ მიჩნდება. წამებას იმიტომ კი არ ქონდა ადგილი, რომ Amnesty International-მა თქვა. არამედ ეს არის ფაქტი. არა, Amnesty International რაღაცას რო ამბობს, ან რაღაცას არ ამბობს, მაგით არ განისაზღვრება რეალობა. ხა მათი განცხადებები რაღაცა ლობისტური ჯგუფის განცხადებებს გავს. მიხეილ სააკაშვილი, როდესაც იმ სპექტაკლს ასრულებდა 2 წელი გრძელდებოდა, თუ არ ვცდები, ხო? ეს ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა რაღაცა არაადეკვატურ პირობებში, მას ეპყრობოდნენ საშილად, მას აწამებდნენ და მას კლავდნენ. და მთელმა საქართველოს ვიცით, რომ ეს ყველაფერი იყო სპექტაკლი, იყო სიმულიანტობა და შემდეგ სხვათა შორის სტრასბურგის სასამართლომაც დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი არ ჭირს, ჭამა დაიწყოს და კარგად გახდებაო და დაიწყო საკვების მიღება და ჩვეულებრივად მოკუტკუნდა და თავს შესანიშნავად გრძნობს. შესაბამისად, ესეთი ტიპის განცხადებებზე, რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარის გაკეთება ჩვენი მხრიდან შეუძლებელი. მე შევახსენე პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვებს. აი ბატონებს, ვინც ამბობს, რომ მშვიდობიანი აქცია დაარღვია პოლიციამ, რომ კანონი იცავს მშვიდობიან აქციას, კანონი არ იცავს ძალადობრივ აქციას. და ჩვენ ვიცით ამერიკაში რა დღეს ჩააგდეს ის აქციის მონაწილეები, რომლებმაც პოლიციელებზე უბრალო წინააღმდეგობა გაწიეს. მათ შორის საფრანგეთში 11 ადამიანი მოკლეს საფრანგეთში პოლიციის წარმომადგენლებმა. და რატო არ საუბრობს მაშინ აი საერთაშორისო ორგანიზაცია ამერიკაში და ევროპაში მომხდარა ამ არასწორ აქციელებზე და საქართველოში მსგავსი არ მომხდარა. ესეც შემადგენელი ნაწილია, რასაც ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ იყოს ერთგვარი გუნდოვანება ხალხში, რომ ვითომ მშვიდობიანი აქცია დაარღვია პოლიციამ. ფაქტი არ არსებობს, რომ პოლიციამ დაიწყო ზოგადად მოქმედება, თუ კი არის მშვიდობიანი აქცია. როდესაც ახლა მშვიდობიანი ძალადობრივი აქცია იწყებს თავდასხმას პოლიციაზე, ყველა ქვეყანაში რა თქმა უნდა რეაგირება უნდა მოხდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებულების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. დღეს განიხილეს სამოქალაქო აქტივისტის ტატო ქელბაქიანის არასრულწლოვანი შვილის საქმე. ის 30 ნოემბერს რუსთაველზე დააკავეს, მას დაუმორჩილებლობას ედავებიან. პროცესი 20 იანვრისთვის გადაიდო. გაუგებარია მოსამართლის გადაწყვეტილება, ამ თვითონ გადაწყვეტილების გამოტანა რატო გადადო 20 იანვრამდე, არ ვიცი რას ელოდებიან პოლიტიკურ სიტუაციას თუ როგორ უნდა ამ გადაწყვეტილების შეფუთვა, იმიტომ რომ ჩემი აზრით იმდენად აშკარაა, რომ იქით არის ეს დემეტრი არის თვითონ დაზარალებული და არანაირ სამართალდამცველობას ადგილი არ ქონია, ეს იმდენად აშკარაა, რომ ეხლა აქვს თავი დიდი თავის ტკივილი თუ როგორ შეფუთონ გადაწყვეტილება, რამენაირად და როგორ გამოაძვნონ ის პოლიციელები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს. ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთის საკრებულოში. ოპოზიციას ხდომაზე აქციაზე დაშავებულების ფოტოებით მივიდა. მათ რეპლიკას ოზურგეთის მერის მისამართით ჩხუბი მოყვა, იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. დარბაზში ვითარება პოლიციამ განუხტა. ხდომა ოპოზიციამ შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა. მერავიშვილი, რომელიც პირდაპირ აქციების მამუკა მდინარაძე სადარბაზოში მეზობელი დახვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა და ფაქტის ამსახველი ვიდეოც გავრცელა. ვიდეო Facebook-ზე ავტორთა ნანა დიხამინჯიამაც. მემსახურებით? მე მემსახურები? თქვენ დაუნებურად შეიძლება არ ვიცი. მე მემსახურები და ადამიანებს რო ვერჩვი. თქვენ დაუნებურად. შელებელში გაიგებთ? კი, რა თქმა უნდა, ის კანონები, რომელიც თქვენ მიიღებთ. გამწველობა რუსულია? სად არის თქვენ? ოჯახური ღირებულებები რუსულია? რუსულია? ხალატო თქვენ ქვეყანას, რომელიც ბავშვებიო? არა, მოხალატე შენ ხარ ქალბატონო, რატო გეტყვი ხაგის? იმიტომ რომ სხვა ქვეყანას ემსახურებით. რომელ სხვა ქვეყანას ემსახურებით? აქ ვდგავარ, იმიტომ რომ
გახარ რას კაცო? აქ ვდგავარ, იმიტომ ბავშვებს თქვენი გამოურეცხო. LGBT არ არის აქ პრობლემა, ბავშვები შიმშილობენ სკოლაში. ასად არ შიმშილობენ ბავშვები. შენ ვის გვერდით გახარ იმის დროს შიმშილობენ ბავშვები. არა. კი, ეხლა შიმშილობენ სააკაშვილი დროს შიმშილობენ ბავშვები. და თვითონ შენი მინისტრს სააკაშვილი, შენი მიშა დროს შიმშილობენ ბავშვები. ჯაშუშობას დაანებეთ თავი. პირველი გაგეთებ. სანქციები ომის დანაშაულო დააბრალეს. შენ ჯარისკაცს გააბრალეს. 2005-ში? კი, გააბრალეს. კი, ყველამ გავაპროტესტე. 4 გვამი რო შემოაწეს. 4 გვამით გავაპროტესტე, გადარყვა მაგასის მთავრობა. ჩემ სტატუსებზე გიждდებიან. ერთი კვირაა მთავარ თემა დაგვთ. ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებ. გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო. ბოლოს ეთყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობავ და ეს ქალი დამახვედრეს. ჩემი მეზობელი შემთხვევით, რომელმაც ასევე ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას. PS ვამატებ. ახლა მომწერეს ეს ქალი მთლად LGBT პროპაგანდისტი ყოფილა. ახლა უფრო ნათელია ყველაფერი. წარმოიდგინეთ, საქართველოში ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ ქალი ქალს აღარ გავდეს, კაცი კაცს და მეზობელი მეზობელს. ბოლო პუნქტის შესრულება ამ ქალს დააწყებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და სხვადასხვა მედია საშუალებაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშზე დაყნობით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ამ ინფორმაციის მიხედვით არჩევნების დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში მათი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილის საბურავები განზრახ დააზიანეს და მას მანქანა დააჯახეს. უწყება განმარტავს, რომ 112-ში შესული შეტყობინებისთანავე ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მათი მძღოლმა უთხრა, რომ სავარაუდოდ გზაზე მოძრაობის დროს მანქანა დაუდგენელმა ავტომობილმა დაუზიანა და ფაქტის დაფიქსირება მოითხოვა. უწყების ინფორმაციით სამართალდამცველებმა მძღოლს კითხეს, ხომ არ ვარაუდობდა, რომ ავტომობილი შესაძლოა ვინმეს განზრახ დაეზიანებინა, თუმცა მას ამის შესახებ ეჭვი არ გამოუთქვამს. დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამართალდამრღვევი მძღოლის დადგენის და რეაგირების მიზნით ნათქვამია განცხადებაში. დღეს პატრიარქის აღსაყდრების დღეა. ილია მეორის აღსაყდრებიდან 47 წელი შესულდა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სამების საკათედრო ტაძარში გამართული სადღესასწაულო წირვის შემდეგ პატრიარქის 8 წელზე ესაუბრა. მეუფე შიომ აღნიშნა, რომ 1977 წლის 25 დეკემბრიდან ქართული ეკლესიისა და ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. ჩვენ აღნიშნავთ კათოლიკოს პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 47 წლის თავს. მაქვს პატივი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი. 1977 წელს 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში თქვენი აღსაყდრებით ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. ჩვენ მადლობთ უფალს, რომ მან თქვენი სახით სწორედ ასეთი თვისებების მქონე სულიერი წინამძღოლი მოგვივლინა. ბიძინა ივანიშვილი კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორის აღსაყდრებიდან 47 წლის თავს ულოცავს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. წლების სვლასთან ერთად კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ 47 წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. ჩვენი უწმინდესი ჩვეულის სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკელად დგას ჩვენი მისი სულიერი შვილების სიმტკიცის და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე. ვუსურვებ მას კიდევ მრავალი წელი საქართველოს ეკლესიის სათავეში ყოფნას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ წერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე. გავრცელდა პრემიერის მილოცვაც. თითქმის ნახევარი საუკუნეა მისი სიბრძნე, ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უპირობეს სიყვარული მაგალითს გვაძლევს, გვართიანებს და მომავლის რწმენით გვავსებს. ულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47 წლის თავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ წერს ირაკლი კობახიძე. პატრიარქს ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარეც. ჩვენ პატრიარქს ვუსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობას, სულის სიმტკიცეს და მისი სანუკვარე ოცნებების ახდენას. მოისწროს ერთიან, თლიან და გამარჯვებულ საქართველოს, წერს შალვა პაპუაშვილი. 1 იანვრიდან თბილისში პიკის საათებში მოძრაობის შეზღუდვა დისტრიბუციის მანქანებსაც შეეხება. კახაკალაძის განცხადებით თბილისის საზღვრებში დილის 8-დან 11 საათამდე და 5-დან საღამოს 8 საათამდე პერიოდში მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად უკვე დისტრიბუციის მანქანებსაც შეეხება.
კახაკალაძის განცხადება თბილისის მთავრობის ხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო მომავალი წლის 1 იანვრიდან შეზღუდვა უკვე ამჟული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხება. აი ასეთი ტიპის დიდი გაბარიტების მქონე მანქანები ამათაც სადისტრიბუციო მანქანებსაც შეეზღუდებათ გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ პიკის საათებში, დილის 8 საათიდან 11 საათამდე და საღამოს 5 საათიდან 8 საათამდე. დღის ნებისმიერ მონაკვეთში ან ღამის საათებში ნებისმიერ დროს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, მოძრაობა და დისტრიბუციის განხორციელება. მთავარი არქივის ერთ-ერთმა დირექტორმა გიორგი ქურდაძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა. დაარეგისტრიროს ცვლილება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას თანამდებობის დატოვების შესახებ. დოკუმენტი 24 დეკემბრით თარიღდება. განცხადებას თან ახლავს 29 ნოემბერს გიორგი გაბუნიას მიერ დამფუძნებლისთვის მეილზე გაგზავნილი წერილიც გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ. ოკუპირებული სოხუმის ცენტრში ეგრეთ წოდებული დეპუტატის ადგურ ხარაზიას სახლს ცეცხლი გაუხსნეს. მედია წერს, რომ უცნობმა პირმა კალაშნიკოვიდან 25 ჯერ ისროლა. დაშავებულები არ არიან. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა უკავშირდება 19 დეკემბერს ეგრეთ წოდებულ პარლამენტში მომხდარ დანაშაულს, როცა მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვისაც ხარაზიამ ერთი კოლეგა მოკლა და მეორე დაჭრა. ტყვია ვახტანგ გოლანდიას გაშველებისას შემთხვევით მოხვდა, ის კლინიკაში გარდაიცვალა. ხარაზია კი მიმავლაშია. ვლადიკავკაზში სავაჭრო ცენტრში აფეთქება დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე კი ის აცხადებდა, რომ სავაჭრო ცენტრ ალანია მოლის ზედა სართულზე მომხდარი აფეთქება, რომელსაც ერთი ადამიანი ემთხროპლა, დრონს არ გამოუწვევია. ხარკოვს რუსეთმა 7 რაკეტა ესროლა. ქალაქში მასშტაბური ხანძარია, დაჭრილია 6 ადამიანი. მსხვერპლი მოხდა თავდასხმას დნიპროს ოლქში, დაიღუპა 1 და დაშავდა 17 მოქალაქე. რუსეთმა საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა, მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო ოპერაცია. რთული ვითარება ფრონტის ხაზზე, სადაც ოკუპანტები მიმდებარე დასახლებებს ბომბავენ. მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთის მიერ გაშვებულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნების შეობას აღნიშნავენ, კრემლი ირჩევს ნგრევას, თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და არღვევს მოლდოვის საჰაერო სივრცეს რაკეტით. ეს არის საერთაშორისო სამართლის მკაფიო დარღვევა, წერს მაია სანდუ. ესტონეთში ომი არ იქნება, აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი ალვარ კარისი. ეს კითხვა ჟურნალისტებმა მას შემდეგ დაუსვეს, რაც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პუტინმა 2030 წლისთვის შესაძლოა რუსული არმია ისე გააძლიეროს, რომ ნატოზე დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდეს. უფრო კონკრეტულად, კითხვა ეხებოდა შესაძლო ომის შიშს ახალგაზრდებში და ქვეყნის დატოვებას. კარისმა თქვა, რომ არსაწასვლა არ იქნება საჭირო, რადგან ომი არ იქნება. ფიქრობ, რომ პასუხი ასეთი უნდა იყოს. არსად წასვლა არ იქნება საჭირო, რადგან ომი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვის ნება საკმაოდ მაღალია, მაგრამ არ გსურს ამის პრაქტიკაში გამოცდა. ესტონეთს არ სურს ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლის გამოცდა. ჩვენ ეს არ გვინდა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აქ არავინ მოვიდეს და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგეს. ამერიკაში უცხოურ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფედერალური სააგენტო იხურება. უწყებას კონგრესმა დაფინანსება შეუწყვიტა. 61 მილიონი, რომელიც ცენტრისთვის იყო განკუთვნილი, ფედერალურ ბიუჯეტში გადამისამართდება. ცენტრთან პრეტენზიები რესპუბლიკელებს ჰქონდათ, რომლებიც უწყებას ცენზურაში ადანაშაულებდნენ. პოზიციას იზიარებდა ილონ მასკიც. სააგენტოში დაახლოებით 120 ადამიანი იყო დასაქმებული. ქრისტიანული სამყაროს უდიდესი ნაწილი შობას აღნიშნავს. სახარების მიხედვით ქრისტეს დაბადებას დღეს ყველა იმ ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდა, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის, მათ შორის მართლმადიდებლების ნაწილი. წმინდა პეტრეს ტაძარში რომის პაპმა საზეიმო მესა ჩაატარა. პონტიფიკოსმა ადამიანებს იმედის და ნდობისკენ მოუწოდა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი საშობაო მესა ჩატარდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. საზეიმო ლიტურგია აღავლინეს კიევის წმინდა მიხაელის ეკლესიაშიც. უკრაინელების შობას 7 იანვრის ნაცვლად უკვე 25 დეკემბერს აღნიშნავენ. წირვა ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, სადაც სამეფო ოჯახის წევრებმა დღესასწაული ერთობლივად აღნიშნეს. მათ შორის იყო კეით მიდლტონიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ მძიმე დაავადება დაამარცხა.
საზეიმო წირვა ჩატარდა თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაშიც. მრევლს ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მიმართა. მან მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა. საზეიმო მსახურება ღამით დაიწყო საქართველოს ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიაშიც. საშობაო საგალობლები 17 ენაზე შესრულდა. შობის დღესასწაული არის ძალიან ლამაზი, ძალიან ახლოს ადამიანები გულთან და ამიტომ არის სასიხარულო მომენტი ჩვენი რწმენისთვის და ჩვენი ქრისტიანული მოგზაურობისთვის. მე მინდა მოგლოსო ყველა კათოლიკეს, ყველა ქრისტიანებს ვინაიდან არ არის მარტო კათოლიკური დღესასწაული, არის ქრისტიანული დღესასწაული. პირველ ყოვლისა, ყველას ვილოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, მიუხედავად იმისა, რომელ რიცხვში დღესასწაულობს, მთავარია რომ ადამიანს ვინმესთვის ეს დღე იყოს მნიშვნელოვანი მისი სულიერი მდგომარეობისთვის, მისი ემოციური მდგომარეობისთვის და ეს ყველას ძალიან გვჭირდება ახლა. შობის დღესასწაული არის უიმედობაში გაჩენილი იმედის ნაპერწკლის დღესასწაული. გავრცელდა პრემიერის მილოცვა. შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვილოცავ ყველა ჩვენ თანამოქალაქეს, ვინც მაცხოვრის დაბადებას 25 დეკემბერს აღნიშნავს. წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე. ეს დღე ყველა ქრისტიანისთვის სიყვარულის და ნათელი მომავლის სიმბოლოა. გისურვებთ მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს თქვენ ოჯახებში, ნათქვამია ტექსტში. უყურებთ კურიერს 6 საათზე, რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. ირაკლი კობახიძე მიხვალიემს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა. საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით გისამძიმრებთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს. ამ წუხარების ჟამს ჩვენ ვდგავართ მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით და ვუთანაგრძნობთ გარდაცულთა ოჯახის წევრებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაზარალებულებს. თქვენო აღმატებულებავ ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ვიზიარებთ თქვენი და მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხის მწუხარებას და გიცხადებთ თანაგრძნობას ამ მძიმე წუთებში, ნათქვამია წერილში. დავით სონღულაშვილი და თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელ საწარმოებში იმყოფებოდნენ. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო სუბსიდია სამრეწველო გადამუშავების მანდარინზე 10 თეთრით გაიზარდა. აჭარაში საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს. 28,000 ტონამდე მანდარინის ექსპორტი უკვე შესრულებულია, ღირებულება 16 მილიონ ლარამდე. მიმდინარეობს აჭარაში ციტრუსის მოსავლის დაბინავება, ადგილზე გავეცადეთ პროცესს, მნიშვნელოვანი არის ის მხარდამჭერი პროგრამები, რომელსაც აჭარის მთავრობა ახორციელებს, ერთობლივად კოორდინირებულად, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფთ, რომ მოსავალი იყოს ღირსეულად დაბინავებული, სწორად დაბინავებული, გქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა ხელისუფლებისგან. წელს დამატებითი ინვესტიციები განხორციელდა ამ საწარმოების გადაიარაღების კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ციტრუსის დაბინავების პროცესი წარიმართოს შეუფერხებლად, ყველა ფერმერმა მიიღოს შესაბამისი გარანტირებული შემოსავლები ციტრუსის თველისგან. დაახლოებით 200 ტონამდე ვიღებთ, 150-200 ტონამდე ვიღებთ ღიურად მანდარინს, ვამუშავებთ, ისე რომ ჩვენი საწარმოს დამატებით და ამუშავებით აქ რეგიონსაც და მით უმეტეს ქობულეთს და აქ მცხოვრებ ფერმერებს ძალიან დაეთხოთ ჩვენი მოსვლა. რექტორთა მუდმივ მოქმედმა კონფერენციამ ხელმძღვანელად მეორევადი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი დავით გურგენიძე აერჩია. დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც 47 უნივერსიტეტის რექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იმსჯელა ასევე უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის წევრობასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, ეკარში შეჩერება ჩვენი რეგისტრაციის ეს საკითხები. გამოსწორებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიმართა საქართველოს პარლამენტს და ეს საკითხები უკვე მოსულია შესაბამისობაში. გაასაჩირო ჩვენი ხარის ეროვნული ცენტრი ამ გადაწყვეტილებას და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე აღვიდგება ჩვენ რეგისტრაცია. არანაირი კავშირი ამ რეესტრის წევრობას თქვა დიპლომების ლეგიტიმურობასთან, ჩვენი დიპლომების აღიარებასთან არანაირი კავშირი აბსოლუტურად არ აქვს, იმიტომ რომ ამის გარდა ჩვენი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ასევე არის სხვა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის და მსოფლიო ორგანიზაციების წევრი, რომლებიც აღიარებენ ჩვენ დიპლომებს და მაგალითად მსოფლიო სამედიცინო განათლების
ფედერაციის წევრები ვართ და ჩვენი სამეცნიერო დიპლომი 2028 წლამდე აღიარებულია. ამ წუთებში თბილისში ქალების მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყეს და ათონელზე პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნა და დაკავებულობის გათავისუფლება. მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამარ ჯაყელია. საქართველოს ქალები ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ვითხოვთ პატიმრების გამოშვებას, როგორც მთელი საქართველო. ახლა მივდივართ ჩვენს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, რომ მასაც მხარი დავუჭიროთ და ჩვენი ხმა უნდა გავაჟღეროთ მთელს ქალაქში, ესაა მიზანი. სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობის გამო მომღერლებისა და ანსამბლების მიმართ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება მომღერალი ზაზა მამლაძე და ანსამბლი ერისიონი. ერისიონის განცხადებაში წერია, რომ სიმღერა ცეკვა ქართული კულტურა და იდენტობა შეუცვლელი და ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან. ხალხის დაბულინგება და შანტაჟი არ იმღეროთ, არ იცეკოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო, ყველაზე არაქართული დამოკიდებულება ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად. ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკობთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს. მომღერალი ზაზა მამალაძე კი ლიბერალურ ფაშიზმზე საუბრობს. ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში შეიძლებოდა ვინმე დაეშანტაჟებინათ არ იმღერეო. ცოტა ეჭვით უყურებდი ლიბერალურ ფაშიზმზე და ამგვარ საკითხებზე მთავრობის წევრების გამონათქვამებს, მაგრამ ახლა, რასაც ვუყურებ, ფაშიზმზე უარესია, წერს მომღერალი. სახელმწიფო ღონისძიებას დღეს ვანი მასპინძლობს. რამდენიმე საათია მუნიციპალიტეტის ცენტრში სხვადასხვა გასართობი აქტივობა მიმდინარეობს. გაიმართა ზღაპრის გმირების და ორკესტრის მსვლელობა, მოწყობილია საშუალო ბაზრობა და გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის. მაშინ ცოტა ხნის წინ დაიწყო კონცერტიც. დეტალებს უკვე ნესტან ჩაგელიშვილი გვეტყვის. ნესტან ეთერში ხარ. ხალხმრავლობა არის ვანში, სადაც ამ წუთებში ახალი წლის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება გრძელდება. ამ წუთებში უკვე მიმდინარეობს კონცერტი, რომელშიც არაერთი შემსრულებელი იღებს მონაწილეობას. მთელი დღის განმავლობაში ვანში ახალი წლის დღეების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა ზღაპრის გმირებითა და ორკესტრით. იყო სხვადასხვა გასართობი სივრცეები ბავშვებისათვის და არა მხოლოდ მათთვის და ტრადიციულად აქაც იყო საშობაო ბაზრობა ადგილობრივი მეწარმეებისათვის, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოეტანათ. როგორც აღნიშნეთ, იყო არაერთი გასართობი სივრცე, ატრაქციები, ფოტოინსტალაციები და ამ წუთებში უკვე მიმდინარეობს გალა კონცერტი და ვანში საახალწლო ნაძვის ხეც უკვე არის ანთებული. განწყობა არის ძალიან კარგი. ვანის რაიონში ჩვენ ტრადიციულად ყველანაირ დღესასწაულებს და მით უმეტეს ახალი წელი ვზეიმობთ შეძლების დაგვარად. ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან კარგი საჩუქარი გაკეთა ვანის ფერიამ და მიმედოვნებ, რომ ძალიან ხშირად იქნება ესეთი დღესასწაულები ვანში. არაჩვეულებრივი განწყობაა, საოცარი გარემოა და შევეცდებით, რომ ჩვენი სიმღერით საახალწლო განწყობა შეუქმნათ ჩვენს მსმენელს, სრულიად საქართველოს. ახალი წლის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 21 დეკემბრიდან მიმდინარეობს, ხვალაც გაგრძელდება და იმერეთში უკვე ხონში გაიმართება. მადლობა ვანიდან ნესტან ჩაგელიშვილი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. სახელმწიფო ღონისძიებები იმართება ჩხორუწყუშიც. ქალაქის ცენტრში მოწყობილია სხვადასხვა დეკორაცია, განთავსებულია ხის სახელმწიფო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები და ინსტალაციები. საღამო კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება. ჩვენმა სკოლამ გამოფინეთ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები. წინა წლებშიც ვიყავით და აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ასეთ ღონისძიებებში და მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენს მერიას ასეთი ლამაზი დღეებისთვის. საოცრად ლამაზი გარემო შეიქმნა დღეს ჩხოროწყუელებისათვის და განსაკუთრებით ბავშვებისათვის. მე მინდა მეგულოცოს სრულიად საქართველოს შობა ახალი წელი და უსურვო წარმატებები. ახალი წლის დღეებს აღნიშნავენ ახალციხეში, სადაც სხვადასხვა კულტურული აქტივობა იმართება. სტუმრების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, ფოტოგადაღების კუთხეები, დღის ბოლოს კი კონცერტი და ფოიერვერკი გაიმართება.
ძალიან მომწონს პირველ რიგში ჩვენი ნაძვის ხეც და გაფორმებებიც. ჩემი აზრით ბავშვები ძალიან ხალისობენ. მომწონს, როდესაც ხალხი ყიდის თავის ხელნაკეთებს და ძალიან მომწონს მორთული რო არის ჩვენი ქალაქი. პატარა ქალაქში ესეთი ბევრი რამები ხდება და ეგ მომწონს ყველაზე მეტად მე და მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოდის ღერის. ეს იყო ბოლო ინფორმაცია მე ამით გემშვიდობებით, თუ კი დღის სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2.ჭ.